ხო, ძალიან დიდი მადლობა ზაზნოზდოზე და სამ ინიციატივისთვის და ამ იდეისთვის. ჩვენიერი სიმღერა გამოვიდა, სულ რომ გავეშვათ, ასე თქვა, წინასაარჩევნო კონტექსტს. გოგი ცაბაძე, მისი სიმღერები თბილისთან დაკავშირებით, მისი ჰანგები არათუ დაკავშირებულია, არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი დედაქალაქისა და ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, ამიტომ მის სიმღერის ამ სახით წარმოდგენა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოც იყო და ვფიქრობ ძალიან ემოციური და ენერგიული, მათ შორის ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში. და ის შინაარსი, რომელიც ჩადებულია ამ კლიპშიც, რაზეც შიგნით არის საუბარი, გარდა ძირითადი ტექსტისა, საუბარი ჩვენს კულტურაზე, ტრადიციებზე, წესებზე. ეს არის ის, რაც უნდათ რომ დაუკარგონ ამ ქალაქს ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიცია, ჩვენი წესები. და ამის საპირისპიროდ ჩვენ ხედავთ მათ გინებას, მათ ბოღბას, მათ უწესობას. ეს არის დღეს პრინციპში, რაც 4 ოქტომბერს იქნება რის შორისაც იქნება არჩევანი ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის და არა მხოლოდ დედაქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტში. რა გვინდა ჩვენ? გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით, ჩვენი ტრადიციით, ჩვენი წესებით, თუ გვინდა ავყვეთ აი ამ გარედან თავს მოყოლ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს. პრემიერის განცხადებაზე მინდა გითხრათ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ირჩევს თვითდაზიანების, კერძოდ თვითდაპატიმრების ტაქტიკას. ვკითხავ პრემიერის განცხადებაზე, რას ემსახურება ეს ქმედებები და არის თუ არა მარცხით განპირობებული, თავიდან ასარიდებოდ მარცხისთვის განპირობებული მათი ეს თვითდაზიანების პრაქტიკა. საერთაშორისო ხედავთ ეს თავის დროზე გახსოვთ თქვენ ნიკა მელიამ დაიწყო, როდესაც ასე ვთქვათ, ციხიდან გამოსვლა არ უნდოდა, გირაოს გადახდას გახსოვთ მაშინ ვარსამოდა და შეგახსენებთ, რომ მაშინ ერთ-ერთმა ევროპულმა ფონდმა, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოში რადიკალიზმის მთავარი დამფინანსებელია ევროპის დემოკრატიის ფონდი, მან გადაიხადა გირაოს ფული, გამოიყვანეს ნიკა მელია მისი ნების საწინააღმდეგოდ საერთ ჯამში გარეთ-ძალებმა გამოიყვანეს და კვლავ რადიკალიზმში ჩართვეს. დღესაც ახლა ხედავთ ამ სცენებს, რომელსაც დგავენ შეუმდგარი პოლიტიკოსები, ხედავენ, რომ არ აქვს ხარდაჭერა საზოგადოებაში და ერთადერთი მათი გზა არის სცენების დადგმა, პროვოკაციები და ეს თვითდაჭერები, რომელსაც ხედავთ ჩვენ წყებას, ხომ, ჯერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით და შემდეგ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული და თავადაც განაცხადა, მე მგონი მისი ოჯახის წევრების თუ გარემოცვაც ამბობს, რომ ფაქტობრივად მან თავი დააჭერინა, იცოდა კიდევაც და ამიტომაც გააკეთა ეს და გარკვეული ტაიმაუტი აიღო იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ ყოველ შემთხვევაში იმ რაღაც ძალადობრივი აქციების მხრივ, ან შედეგებზე, რომელსაც ხედავთ, რომ ისინი აორგანიზებენ. ბატონო შალვა, მინდა გითხრათ ლელოზე, ჩვენი ინფორმაციით, ლელომ ყაზბეგში მერობის კანდიდატად წარადგინა კუპრაძეს მძღოლი. რას გეუბნებათ ეს ინფორმაცია? არ ყავთ ახლა მათ კანდიდატები თუ რასთან გვაქვს საქმე? ხო, ჩვენ ვიცით, თუ არ ვცდები სადღაც 27-28 მუნიციპალიტეტში მან ვერ შეძლეს მერის კანდიდატის დასახელება, იცით, რომ 430 მაჟორიტარობის კანდიდატი ვერ დაასახელეს, 1600 კომისიის წევრი ვერ დაასახელეს და ამ ხალხს აქვს პრეტენზია ხელისუფლებაში ყოფნისა. ხელის ჩამომხდომები არ ყავთ და ადამიანი არ ყავთ, რომელიც მათი სახელით ბიულეტენზე საკუთარი სახელის და გვარის დაწერის თანხმობას მისცემს. იმიტომ რომ იცის, რომ შეუძლია იცის, რომ ამითი საკუთარ სახელს შელახავს უპირველეს ყოვლისა, როდესაც თაღლითებთან და მატყუარებთან იქნები გარეული. ასე რომ ლელოს რაც შეეხება თავად, ხედავთ ახლა მათ ქცევას, მათ აღიარებული აქვთ, რომ რეალურად თაღლითური მიზნით შექმნეს პარტია ლელო, თქვენს რომ ანაკლის პორტთან დაკავშირებული დავის გამო შექმნა პარტია ხაზარაძემ და გაირკვა, რომ ეს დავა იყო აბსოლუტურად თაღლითურად აწყობილი იმისთვის, რომ საქართველოს ბიუჯეტის 12% ჩაედო ჯიბეში და ყველა დონეზე საქართველოსშიც და საერთაშორისო სასამართლოებშიც ხილებული იქნა ის თაღლითური სარჩელების წარდგენაში. შესაბამისად პარტიაც თაღლითური მიზნით არის შექმნილი და ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს თაღლითობა. შეიძლება იყოს მათი მიზანი, როგორც თქვენთან აკონდელები ამბობენ, რომ ისინი მორიგი დავალებების მისაღებად ემზადებიან.
თავისთავად არჩევნებანი დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე მეოთხე ამერიკაში ვაშინგტონში არიან. ვხედავთ რა ვის ხედავენ ისინი, როგორც ჯგუფებს, ვისაც უნდა ესაუბრონ, არა ქართულ ხალხს, არამედ თავის უცხოელ მფარველებს და დავალებების მიმცემებს. ასე რომ ეს მათი მგზავრობაც ამ მხრივ უნდა აღვიქვათ. ზოგადად ოპოზიციის განწყობებზე რას გვეტყვით? ისინი ამბობენ, რომ 4 ოქტომბრისთვის ზემერ ყველაფერს იმისთვის, რომ როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება. საუბრობენ დამხობაზე ისევ და სხვადასხვა რადიკალური განცხადებები გვესმის. რას ელოდებით თქვენ მათგან 4 ოქტომბერს არჩევნების შემდეგ და არჩევნების დღეს? ვხედავთ რომ არის ნულოვანი მხარდაჭერა მათ მიმართ, არის მარგინალიზებული ჯგუფი ადამიანებისა, რომელსაც არაფერი გარდა იმისა, რომ ისტერია, ბოღმა, ძალადობა, შეურაცხყოფა ანთქიონ, ის რასაც პრეზიდენტი ტრამპი ეძახის შიდა ტერორიზმს, აი ეს შიდა ტერორისტული ჯგუფი ყავს ადამიანების, რომელსაც ღამე ეწყება ემოციური გაღიზიანება და ვხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში. დილით ღმერთის წყალობით 7 არიან, როგორც ვატყობთ და ქალაქს და ქვეყანა შეუძლია 7 იცხოვოს, თუმცა ღამე უნდა ვერიდოთ მათ, იმიტომ რომ რაღაც გამწვავებები ემართებათ, ვხედავთ ღამღამობით. ეს შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელიც მიზანიც გაცხადებული მიზანი არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. მათ გაცხადებული აქვს, რომ ისინი უარს ამბობენ დემოკრატიულ გზაზე, ისინი დიდი ნაწილი მათი ფორმალურად ჩაეხსნა არჩევნებს არიღებენ მონაწილეობას, მეორე ნაწილი ფორმალურად იღებს მონაწილეობას, თუმცა ესეც ამ გეგმის ნაწილია. შედეგი ნულოვანი მათთვის, არანაირი იმედი რა თქმა უნდა ხალხის მხარდაჭერის არ აქვს, თუმცა ზუსტად ეს ღამის გამწვავებები, რომლებიც ამ ადამიანებს რასაც მათ ვხედავთ, რაზე არიან წამსვლელები, ეს არიან ჩარლი კირკის მკვლელის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები. ვნახეთ მათ შორის აქ რომ რა რეაქციები ქონდათ ამ კვლელობაზე, როგორ ქილიკობდნენ, გაუხარდათ. ეს არის იგივე ტერორისტული იდეოლოგია, რომელიც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს უქმნის პრობლემას, ასე რომ მათი მხრიდან, ამ შიდა ტერორისტების მხრიდან, რა თქმა უნდა, არაფერი გამორიცხული არ არის. ამიტომ უნდა იყოს ერთის მხრივ ხიზლად საზოგადოება და მეორეს მხრივ ძალიან დეტალურად ვაკვირდებით უცხოელების კონტაქტს ამ რადიკალებთან. ყველა ელჩი, ყველა უცხოელი, რომელიც მათ ხელს ართმევს, თავის საელჩოში, სახლში ეპატიჟება სადილზე, ვახშამზე თუ ასე შემდეგ, რომელიც ნორმალიზებას ახდენს რადიკალების და ექსტრემისტების, ყველა მათი თანამონაწილეობა იქნება, თუ კი რაიმე ძალადობრივი ქმედება მოხდა ამ შიდა ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან. მე კიდე ერთხელ მინდა მივმართო უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არიან, დიპლომატიური თუ არადიპლომატიური მისიებით. რომ ის პასუხისმგებლობა ამ ჯერზე ისინი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ. ჩვენ გვახსოვს შარშან დეკემბერში მათ მიერ დაფინანსებული NGO-ების ძალადობრივი თავდასხმები პოლიციაზე, ცეცხლის წაკიდება და ასე შემდეგ, გვახსოვს დღემდე დუმილი არც ერთს არ გაუკიცხია ეს ძალადობა, შიდა ტერორიზმი, რომელიც დღეს ირკვევა აი გამოძიებიდანაც ჩვენ გვესმის, რომ ამაში იხარჯებოდა ევროკავშირის ფული ამ შიდა ტერორისტების დაფინანსებაში და დღემდე ერთი განცხადებაც არ გვაკადრა ევროკავშირის ელჩმა. ქართველი ხალხი ღელავს, ფიქრობს, როგორ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული. ევროკავშირის ელჩი დამალულია თავის საელჩოში და კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს, არ პასუხობს თუ როგორ იხარჯებოდა თუ არა და რატომ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული ამ ძალადობრივ დაჯგუფებებზე. ასე რომ ყველა უცხოელს მოუწოდებ, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ თანხებს და მათ კომუნიკაციას მათ შორის და შეხვედრებს ტერორისტებთან, რადიკალებთან, ექსტრემისტებთან შეხვედრების გატარებას მე პირადად არ ვაპირებ და ყოველ ჯერზე იქნება ამის მხილება. ახარიას პარტიაში ამბობენ, რომ დიმიტრი ციფლიშვილი და თეონა აკუბარდია იყო მოკლე ბადიანი პროექტი. აი რას გეუბნებათ ეს განცხადება, რა ხდება ახლა მათ პარტიაში? ხო ჯერ სად არიან სხვა წევრებიც განიცდიან იგივე ამ ცხვირაბზუებულ დამოკიდებულებას გახარიას მხრიდან ვადა გასულებად გამოაცხადა ახლა მისი პარტიის ყოფილი წევრები, რომლებიც წამოწეული ყავდათ სახეებად, მოლაპარაკე სახეებად მათ შორის
აი ეს არის რაც ვინც ღალატის აქტში მონაწილეობაში ერთვება ყველა შედეგი არის ეს უბრალოდ გრადაცია არის ამ შემთხვევაში აკუპარდიას და ცქიტიშვილის შემთხვევაში აი ეს ხელი შეიწმინდეს და ვადაგასულები უწოდეს შემდეგი დონის დრო დადგება და ბოლოს გახარიაზეც მისი დავალებების მიმცემები ვინც ღალატი ჩაადინინა ხელს შეიწმენდავენ და ისევე მიაჩოჩებენ მიატოვებენ როგორც ახლა მიხეილ სააკაშვილი რომელიც შვიდად იხდის თავის საშოს საჯახსოვრების დაწესებულებას. მეგობარი მარტაკოსთან დაკავშირებით მინდა რომ ვკითხოთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოში არ ჩამოვა. მოვისმინეთ თქვენი კოლეგების პოზიცია აღნიშნულ საკითხზე, თუმცა თქვენი პოზიცია რა არის, როგორ აფასებთ მის ამ ქმედებას და ზოგადად ევროკავშირის მხრიდან წამოსულ კრიტიკულ გზავნილებს ქართული ოცნების მისამართი. ზოგადად ჩვენ ხედავთ ბრიუსელი რომ სამწუხაროდ აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საუბარს და დიალოგს და ხედავთ ჩვენ რომ ის მიდგომები რომელიც დღეს ბრიუსელში არის, განცხადებები რომელიც კეთდება, დამოკიდებულებები რომელიც ხდება, ამას რთულია უწოდო, რაიმე ამაში შეიძლება რთულია დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებებთან, ევროპულ მიდგომებთან. ჩვენ კიდევ ერთხელ საბჭოთა კავშირისგან, იმიტომ არ დავიხსენით თავი, არა დაშლით და თავის თავად მოტანით ჩვენი დამოუკიდებლობის, არამედ ბრძოლით, იმიტომ არ დავიხსენით მოსკოვს, რომ ეხლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი. ასე რომ, არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ ბიუროკრატიულ ქაღალდებში ჩარგული ადამიანები ბიუროკრატები ვერ ხედავენ ადამიანებს სხვა ქვეყანაში, ვერ ხედავენ ქართველებს. ასე რომ, არ ვიცი, თავის თავს საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის თვალში თავის თავს აზიანებენ. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო ხედავთ ჩვენ მიუხედავად აი ამ თავდასხმებისა, ცრუ ნარატივებისა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ვრცელდება, ეკონომიკურად მივდივართ წინ. მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში, ასე რომ ვინც ზიანდება ბრიუსელი და ბრიუსელის რეპუტაცია ქართველების თვალში. მეგობარი აქტის ჩავარდნის შემდეგ უკვე კონგრესმენი ჯო ვილსონი ახალ დოკუმენტზე იწყებს მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება ქართული სახელმწიფო და კონკრეტულად ხელისუფლების წინააღმდეგ. მიზანი რა შეიძლება იყოს? დავეზუსტებ თუ შეიძლება მან დღეს გამოაქვეყნა პოსტი და წერს ასეთ რაღაცას, რომ ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება უკვე მიიღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით. ზოგადად როგორ შეაფასებთ ჯო ვილსონის მხრიდან მსგავსი ტიპის აქტივობას? თქვენ ნახეთ, რომ მილიონიანი კონტრაქტი არის დადებული ასეთი აქტივობისთვის და ამას რაღაცნაირად გამომუშავება სჭირდება. ასე რომ ესეც ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას. როგორი საინფორმაციო ხმაურიც ჰქონდათ, ხო ვცდილობ გავიხსენოთ, თორემ ერთი 2 წელი მაინც არის თუ წელზე მეტია, რაც მეგობარი აქტი ეგრეთ წოდებული, მტრული აქტი, ასე ვთქვათ, ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში და ბოლოს ვინაიდან საბოლოოდ გაირკვა, რომ ასე ვთქვათ, მზის შუქს ვერ იხილავს ეს აქტი, ახლა რაღაც ახალი იდეა მოვიდა, როგორც ჩანს იმისთვის, რომ გამომუშავებული იქნას ის დაფინანსება მილიონიანი კონტრაქტი. ასე რომ ერთადერთი მიზანი აქვს საინფორმაციო ხმაური და თან ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. ხედავთ კონგრესმენ ვილსონს, ხედავთ იმ ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელიც აზერბაიჯანული გვარით კიევის მედიის თანამშრომელს, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს. ამ ადამიანის თვითონ აი ეს კონსტრუქციაც კი აჩვენებს, რომ არის ჩვეულებრივად დაქირავებული რუპორი, რომლის დანიშნულებაც არის ასეთი საინფორმაციო ხმაურის შექმნა. რა ვიცი, ეს ხმაური გადაივლის და მე რასაპირებენ. იგივე ბედი ეწევა ამ ყველაფერს, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას. ბატონშალვა, იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8%-ით გაიზარდა, რომ შევაფასოთ ეს დადებითი. ეს აჩვენებს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი პოლიტიკის სისწორეს. მაშინ, როდესაც დაღმასვლა არის ყველგან, ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას ბევრი ევროპული ქვეყანა, მაშინ, როდესაც ასე ვთქვათ, აქვთ გამოწვევები ეკონომიკის მხრივ, საქართველოს ეკონომიკა იზრდება. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ არ დაუჯერეთ ყველაფერში ბრიუსელს. ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, დღეს საქართველო იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსში, არა თუ კოლაფსის პირას, კოლაფსში იქნებოდა
დათვლილი არის ექსპერტების მიერ, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეთა საზღვრები და ასე შემდეგ, საქართველოში 10%-ზე მეტი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, ისეთი იმაზე მეტი ვიდრე იყო პანდემიის დროს და დაახლოებით საერთო ჯამში ჩვენ შედეგი გვექნებოდა 90-იანი წლების. აი ამისკენ გვიბიძგებდა ბრიუსელიდან წამოსული რჩევები, ეგრეთ წოდებული, რომელიც სინამდვილეში იყო უბრალოდ ასე ვთქვათ, ცდელობა იმისა, რომ საქართველოს ხარჯზე მომხდარიყო რუსეთთან რაღაც გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევა. აი ასე ცივსისხლიანად ჩვენი ადამიანების მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფით გვაგდებდნენ ეკონომიკური კრიზისის უფსკრულში და დიდი ალბათობით გვაგდებდნენ ახალ ომში. მაშინ, როდესაც ბრიუსელი მოგვიწოდებდა ესკალაციისკენ რუსეთთან. ასე რომ ეს ეკონომიკური შედეგები არის შედეგი იმისა, რომ არ დაუჯერეთ ბრიუსელს და უფრო მეტიც იქნებოდა ეს, რომ არა ბრიუსელიდან მომდინარე მავნე დაფინანსება იმ რევოლუციური პროცესებისა, რომელიც ეხლა უკვე ირკვევა პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებით, პირდაპირ ჩანს, რომ ევროკავშირის ფული იხარჯებოდა ძალადობრივი აქციის მონაწილეების აღჭურვაში, რათა მათ წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის. შეგახსენებთ, რომ ყველა ამ ჩვენებიდან დადასტურდა, რომ ეს NGO-ები, რომლებიც ევროკავშირისგან ფინანსდებიან, აქციის მონაწილეებს ურიგებდნენ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევ აღჭურვილობას. ძალადობრივი აქციის მონაწილეებს და ეს ყველაფერი ხდებოდა ევროკავშირის ფულით და კეთილინებოს ევროკავშირის ელჩმა და აღირსოს ქართულ ხალხს პასუხი ამასთან დაკავშირებით აპირებს თუ არა მოიკლიოს მისი ფული რაოდენობით იხარჯებოდა და აპირებს თუ არა ამაზე პასუხისმგებლობის აღებას, რომ 2024 წლის დეკემბერში ძალადობრივ აქციის მონაწილეთა აღჭურვაში, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ, იხარჯებოდა ევროკავშირის მოქალაქეების ფული. ბატონო შალვა, ერთსაც გითხავთ, თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით მინდა რომ გითხოთ, გუშინ ალექსი ახვლედიანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ახლა ამ საქმესთან დაკავშირებით თავად თორნიკე რიჟვაძეც გამოიკითხოს და ასევე ჩვენ მისი მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომ კადრებში არ ჩანს რეალურად როგორ აიღო იარაღი თორნიკე რიჟვაძემ და როგორ მიიყენა თვით დაზიანება. თქვენ როგორ უყურებთ ამ საქმეს, უნდა გამოიკითხოს თუ არა ახლა თორნიკე რიჟვაძე და რამდენად აუცილებელია მისი გამოკითხვა? ვერ გეტყვით სულად პროკურატურის ხაზგასაწყვეტი არის რა საპროცესო მოქმედებებს განახორციელებს, მიჭის შეფასება რა არის საჭირო, რა არ არის საჭირო. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი არის და ამიტომაც ასე ვაგვირდებით გამოძიებას, რომ სულად გარემოებები დადგინდეს, ის გარემოებები რაც ჩვენ ასე ზეპირად ვიცით, ყველაფერს საბოლოო ჯამში გაეცეს პასუხი უკვე საგამოძიებო უწყებების მხრიდან.